მას აქვს ბრალეული როლი ამ ყველაფერში. დღემდე მის მიმართ სხვადასხვა არანაირი დევნა დაწყებული არ არის. სკანდალური ჩვენება საქალაქო სასამართლოში ყოფილი მაღალჩინოსანის სისტემურ დანაშაულზე ალაპარაკდა. ქართული ოცნების ყოფილმა მაღალჩინოსანმა რომეო მიქაუტაძემ საკუთარი თავი ფაქტობრივად სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოაცხადა. მსჯავრდებულმა მიქაუტაძემ აღიარა, რომ წლების განმავლობაში მაღალი პოლიტიკური გავლენების გამოყენებით ბიზნეს სექტორის ტერორსა და სისტემურ ფულის გამოძალვაში თავად აქტიურად მონაწილეობდა. მოწმე, რომელიც ბრალდების მხარის განმარტებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმეს წარმოადგენს, უნდა მოვიდეს ხდომის დარბაზში და უნდა მოხდეს მისი დაკითხვა იმგვარად, რომ დაცვის მხარეს არ შეეშალოს ხელი დაკითხვაში. ჩვენი ეს პოზიცია, მადლობა სასამართლოს, რომ გაიზიარა, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ბრალდების მხარეს აქვს მოწმისთვის დასმული კითხვები, დაცვის მხარეს როგორც ესეთი არ დაუწყია თავისი დაკითხვა. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და სამართლიანიც იმ ნაწილში, რომ მომდევნო ხდომაზე იგივე მოწმის დაკითხვა გაგრძელდება იმგვარად, რომ პროცესზე იქნება მობრძანებული ბატონი მოწმე. რომეო მიქაუტაძემ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ბოსის სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა დღეს, ლილუაშვილს ქრთამის აღებაში ხელი პირდაპირ დაადო. მიქაუტაძის თქმით, ის თავად დადიოდა ბიზნესმენებთან და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საბაბით მათ დიდი ოდენობით ფულს თხოვდა. რაც მთავარია, როგორც მიქაუტაძე აცხადებს, თანხის მიღების შემდეგ მთელი ეს ქეში ფული ჩემოდრით გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე თავად მონაწილეობდა ამ სქემაში, ის ამტკიცებს, რომ აღნიშნული ქმედებიდან მას პირადი სარგებელი არ ქონია და მთელი თანხა, რომელიც იძულებით იყო წართმეული, უშუალოდ ლილუაშვილთან მიდიოდა. გარდა იმისა, რომ მოწმე ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან თანხა მიქონდა, რა მტკიცებულება არსებობს? აი მაგალითად ფოტო მასალა, რომ თუნდაც გრიგოლ ლილუაშვილის სახლში არის რომეო მისული, ან სამსახურში, რამე სხვა დამატებით მტკიცებულება არის რომეოს ჩვენების გარდა? მსგავსი ობიექტური ნეიტრალური მტკიცებულება, რომლის გადამოწმების შედეგადაც დადასტურდებოდა მოწმის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, მსგავსი არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეში. ჩდება კითხვა, დაუმძიმდება თუ არა სკანდალური აღიარების შემდეგ რომეო მიქაუტაძეს ბრალი, რადგან თავად მსჯავრდებული პირი ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივ სქემაში ერთ-ერთი მთავარი პირი თავად იყო. ლილუაშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მიქაუტაძის მხრიდან სკანდალური აღიარება ნიშნავს იმას, რომ აწლიან პატიმრობაში მყოფი ექს-მაღალჩინოსანი საპროცესო გარიგებას ლილუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ ელოდება. Ხედავთ იმას, რომ შესაძლოა ამასთან მოლაპარაკება მიმდინარეობდეს და სამომავლოდ ალბათ განხორციელდება კიდეც საპროცესო შეთანხმება, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით მასთან მოხდეს ბრალის წარდგენა. მსჯავრი რის გამოც პირს აქვს მოწმეს დადებული, გაცილებით უფრო ნაკლები სასჯელით არის შემოფარგლული, ვიდრე ის, რაშიდაც იგი თავს ასახელებს დღევანდელ პროცესზე. სხვა მიზანი თუ კი არა აქვს მის მიერ მიცემულ ჩვენებას, რატომ უნდა უღირდეს და უნდოდეს მას, რომ დაუმძიმდეს სამართლებრივად მდგომარეობა, ანუ მისჯილის წლები გაეზარდო. გრიგოლ ლილუაშვილის გახმაურებულ საქმეებზე პროკურატურა კიდევ უფრო სკანდალურ დეტალებს ახმაურებს. უწყება მედიას უდასტურებს, რომ რომეო მიქაუტაძის მხრიდან გაჟღერებულ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე საგამოძიებო უწყებას უკვე მოკვლევა აქვს დაწყებული. მეტიც, სახელმწიფო მბრალდებელი არ გამორიცხავს, რომ მიქაუტაძის აღიარების შემდეგ ბრალდებულთა წრე შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. მოწმემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხული, პირადად გადასცა და დავალებით მათ პირადად მიიღო, რომ წამოეღო მოითხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისაგან. საქმის მთავარი ინტრიგა ახლა სწორედ ის ბიზნესმენები არიან, რომლებსაც ქართული ოცნების ექს-მაღალჩინოსნები სისტემურად ძალავდნენ ფულს. რა პოზიცია აქვთ მათ და რამდენად ემთხვევა ერთმანეთს მხარეების ჩვენებები. როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, რომეო მიქაუტაძესა და დაზარალებული ბიზნესმენების ჩვენებები ფაქტობრივად იდენტურია. იმ ბიზნესმენებს, ვისგან ქრთამის აღებასაც ედავებით, არიან თუ არა ისინი გამოკითხულები ამ საქმეზე? კი ბატონო, ერთ-ერთი პირი დაკითხული არის და ის უკვე დაიკითხა სასამართლოში და ისაუბრა ამ დეტალებზე, როგორ გამოართვა რომეო მიქაუტაძემ თანხა, რომ ეს შეიფუთა როგორც და
განემარტა მას როგორც სახელმწიფოსათვის სახელმწიფოს ინტერესი. ანალოგიური ფრაზა გაიმეორა სხვათა შორის დღეს გაკითხულმა მოწმემაც, ანუ მათი ჩვენებები აბსოლუტურად თანხმედრაშია. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ სასამართლოს ხტომაზე რომეო მიქაუტაძე დარბაზში ფიზიკურად არ გამოცხადებულა და ჩვენება პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად მისცა, პროცესი მაინც სკანდალური აღმოჩნდა. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე რომეო მიქაუტაძეს დაავალა, რომ ორშაბათს პენიტენციური დაწესებულებიდან საქალაქო სასამართლოში გამოცხადდეს.